დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დავალაგოთ სახლი, რომელიც არ ვიცი, მაგრამ უგზო-უკლოდ აირია. ხო და აქ მე ნერვოზის პატროსაჩები ძლიერეული სახლი. ხო და მოდი დავალაგოთ ერთად. ტრადიციულად ამ სივრცით ვიწყებ ხოლმე დავალაგებას. ხშირ შემთხვევაში აკეცილია დივანი, მაგრამ დღეს არა. დღეს დასვენების დღეა. ვაშა. ვისვენებთ. ჩაცმის დროა. ჩავიცვათ. შემოვიტანე ქოთანი, რომელიც ქოთნის გარდა ყველაფერი, ანუ ყოველს გულისხმობ თვითონ, არ ვიცი, ძალიან გამიფუჭდა, ამიტომ და გადავაგდო. აზრი აღარ აქვს, აღარაფერი აღარ გამოაქვს. სამწუხაროდ. ძალიან მიყვარს მზეზე ბალიშების გადანა და აქ საკმაოდ კარგი ნათელი ბინა შესაბამისად ძალიან კარგად ურტყავს მზეს და გავიტანოთ. ესა თამაში უყიდა მამამ, რომელიც ხელის გულზე იდება და მერე მაღლობს ზრიალებს, თუმცა თლად არ გამოგვადგა. როგორც ხედავთ, აქაც მიყრელ-მოყრელ მინეგვიანებული ყველაფერი და დავალაგოთ ესეც, რა თქმა უნდა, ქოთნები და გადავრგო, გადმოვრგო. ეს კაქტუსი რაღაც არც კაქტუსს გავს, არც არაფერს არ გავს, ვერ გავიქე რას გავს. იმიტომ რომ ამას უკვე ესაჭიროება აუცილებლად სხვაგან გადატანა. რაც ვეღარ მევაქციე ყურადღება სამწუხაროდ, ეზე და არ მიხდება, არ შევიმჩნიოთ. იმ ხელამაჯები მან ჩანს კი არა და მაქვს რომ ნუ 10 არა, ალბათ 20 მინდა კიდევ რაღაცა დავიმგვანო იმ გვაცას, რომელიც მინდა, ნუ ნერვები არ მყოფნის მეზიზღება ეს ამ ხელამაჯები. ამას ეშველება, მაგრამ სანამ ეშველება, მაპატიეთ, ცოტას ვიწუწუნებ. დავასველე მიწა, ვგიჟდები ამ კაქტუსზე, ვერ მოვუფრთხილდი ჩემ და სამწუხაროდ, რაც შედეგი გამოიღო ის, რომ მაინც და მაინც არ არის კარგ მდგომარეობაში. მაღალ სართულზე რო ვცხოვრობდი, ბევრად ვუვლიდი, აქ ცოტა გაგვიჭირდა ეგ ამბავი. იმიტომ რომ ისეთი სინათლე გარეთ სივრცეში არ მაქვს, როგორც მაღლა მქონდა, მაგრამ ვცდილობ რაღაცნაირად, რომ შევინარჩუნო ხოლმე, თუმცა რაღაცა მომაკვდავს გავს და იქნებ ცოტა გამოვაცოცხლო. არ ვიცი, ეს ქოთანი მისთვის ცოტა პატარაა. მერე გადავიტან, მაგრამ ახლა ის მდგომარეობაში იყო, რომ სასწრაფო წესით უნდა გადამეტანა. და ცოტა იქნებ გამოვაცოცხლოთ, ვნახოთ რა სიზავს. მე ძალიან მინდა რომ ცოტა დაუბრუნო იერსახე. რად მოვასუფთავთ ჩვენი მაგი და ქალის ბედი რა თქვი. კაცა დაუბადებული წავიდე, დავლევდი ერთი კარგად. რა თქმა უნდა, დალევას ახლაც ვინ მიშლის, მაგრამ მაქვს ნერვები. ჩემი შვილი დღეს აჯიტირებულია. მოვიდა ჩემი საყვარელი სივრცის დალაგების დროც. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ხდება ამ ყველაფრის გადმოსუფთავება დილითაც და ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე საღამოს როცა სრულდება დღეც, მაინც რაღაცნაირად მიყრელ-მოყრილია ხოლმე და დაბინძურებული, ალბათ იმიტომ რომ ძირთადად ვართ ერთ სივრცეში და უფრო მეტად რაღაცნაირად ბინძურდება ხოლმე ზედაპირები, მაგრამ ნუ უნდა გადმოწმინდოთ. ამისათვის სპეციალური გადმოსაწმენდი მინდა ვიყიდო, თუ არ ვცდები, ჯიჯიში ვნახე. როგორც სველი ხელსაყრელში სპეციალური ავეჯის, ასევე იყო რაღაცა სპეციალური გადმოსაწმენდი, ეგრეთ წოდებული ტილო. ხო და რა ვიცი, თუ მოვხვდი ჩემსკენ, აქეთ არაფერი არ არის მსგავსი და იქნებ სადმე მოვხვდე და შევიარო და შევიძინო. ნახოთ, ჩემი შტატივების გამოფენა. ასევე ქუდები დოდონასი. გიჟდები, ისე მიყვარს ჩემი დოდონას აქსესუარები. ძალიან მიყვარს. მეც მინდა ხმოვანება. სიცმეხის. შევალაგოთ ჭურჭელი, მოვიდა სამზარეულოს დროც. ხო დილით რაც ავყარ, მივყარე და ხო და დავაწყრიალო. ძალიან მიყვარს ეს
ნორმალური სუნიც აქვს და ძალიან კარგადაც აპრიალებს. დავრეცხოთ ჩვენი ჭურჭელი. ხელთათმანის გაკეთების სურვილი აღარ მაქვს. კი ხედავთ გადაკიდებულ დეკორად რომ მიდევს. გავხეხოთ ყველაფერი, მივალაგოთ, მოვალაგოთ. მიყვარს სხვათა შორის დალაგება ძალიან. ანუ აი დალაგების შემდეგ პროცესი მიყვარს, როცა ვჭდები და მშვიდად მივირთმევ ყავას და ვარ სულ ჰარმონიაში. ძალიან მიყვარს. სახე არ მაქვს ეგეთი ახლა შესაბამისი რომ მიყვარს, მაგრამ დამიჯერეთ, მიყვარს. ასე. დავრეცხოთ. ჭურჭელი დავრეცხოთ, უკვე ხელში მაქვს ამოსული. არის კარად არ მაქვს ადგილი, თორე სიამონებით ვიყიდი ჭურჭლის მანქანას. თუმცა რომ მოვინდომო ადგილს გამოვძებნი და მიჯერეთ, მაგრამ რაღაც ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს. როდესაც შევცვლი სამზარეულოს, ახლა რა თქმა უნდა ახალი ადარების შეცვლას არ ვაპირებ, თუმცა რამდენიმე წლის მერე მინდა სულ სხვა ფერი და სულ სხვა დიზაინის სამზარეულო, ამიტომ ალბათ მერე შევიწე. ნახოთ ყველაფერი ჯერ წინ არის, ჯერ ეს სამზარეულო ახალია და რა თქმა უნდა არ ვაპირებ ის გამოწვევა. ეს ის გაზია სხვათა შორის, რომელიც ჩემმა მეუღლემ მომიტანა იმის მერე, რაც გადამაგდეს. ფული ჩავრიცხა და გაზი არ მომიტანეს, ის თაღლითების ისტორია თქვენ კარგად გახსოვთ, რა ნერვიულობა გადავიტანე. ეს არ არის სრულად ახალი გაზი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ახალივით ნახმართ რო ეძახიან ზუსტად ასეთია. მე მაინც თუ მოვლი, თუ ყოველდღიურად დაასუფთავებ, ნამდვილად არ იქნება ისე, რომ უიდედა და ნახმარი ვიყიდე თუ რაღაც არა, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყიდა და კარგ მდგომარეობაშიც მყავს ფაქტობრივად. ის ფული კი შერჩათ მათ და იმედი მაქვს, რომ ღმერთისგან მაინც არ შერჩებათ ის ჩემი ცრემლები, რა ნერვიულობაც გადამატანინეს. თუმცა ხო რა შერჩათ, ეგრე გამოდის. ფული შერჩათ. და დასრულდა სამზარეულოს დალაგებაც. ხო, გარეცხელი ჭურჭელი, ოდნავ შეშრეს და შემდეგ უკვე შევალაგებ. ხმით დაგიბრუნდით, მეგობრებო. აბა როგორ ხართ? რა შვებით? ხო ხართ? ყველანი კარგად, დღესაც დასვენების დღეა, როგორც იცით, ნომით უფრო რომ დღეს შაბათია. როგორ ხართ? ჩემო კარგებო, რა შვებით? ვაიმე, ამ წამს გამოვედი აბაზანიდან გადახურებული ვარ. მარიკოც მყავდა აბაზანაში შეყვანილი, იქ მიზის ხოლმე, დავუფენ, ჯდება და მელოდება, მე როდის მივიღებ ხოლმე ჟღავს და თან ვყარაულობ ხოლმე, რომ მშვიდად ჩაიაროს მისმა ჯდომა, მისებს ხოლმე, რომ სარკეში რანაირად არის კამერა. სარკეში, ასე ვთქვათ, დავინახო, რომ მაინც ხალხი მეშინია, რა იცი. რა იცით რა ხდება. ხო და სახლი დავალაგე როგორც იქნა. აი არ ვიცი, დედას გეფიცებით, ყოველ დღე ვალაგებ და მართლა. კარგი გოგო ხარ, დედი, სიყვარულო, ნახე მაგიდის სტილო სად არის დედა გადმოსაწმედი, მარიკო, მიდი დედიკო, მიდი ჩემო ლამაზო, მიდი. კარგი შვილი ხარ ძალიან, შესნიფთებს მიხედე და გადმოწმინდე რაც დაიყარადე. ხო და ასე რომ გამოვედი, დალაგდა, დასუფთავდა ყველაფერი. ხო და არიქამზე არ ითქო და ავყარე ყველაფერი დასარეცხი, რაც იყო, რაც არ იყო ყველაფერი. შავები რა მუქი სამოსი შევყარე. მერე შევყარე თეთრებს და მერე ფერადები მინდა შევყარო. ხო და მოკლედ ესეთი ამბები გოგოებო, დედა რა კარგია. დედა რა კარგია. რა კარგია, რადგან ჯერ ისე ნუტრიო იყო კანი, ამიტომ გადავწყვიტე რომ ბარემ დამეტენიანებინა და თქვენთანაც მეჯორავა. შემდეგი, რომელიც არის ძალიან კარგი და ეს მოვიმარჯვე. ჩემი შეუცვლელი, ეს და სხვა ფერიც ორივე ვიყენებ თქვენ როგორც იცით. მე დედა ფეხები. ოღონდ ცოტა კანი უნდა გავაში, სველი ვარ.
ხო, დიდი მადლობა დედიკო სიყვარულო. აბა დახუჭე თვალები, დახილე. რა მაგარია, დე თავის ნივთები ალაგა და მაგიდა გადმოასუფთავა. ძალიან კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა. ხო და ესეთი ამბები ჩემო გოგოებო დაალაგებული. დაიმედე და საწაფი. დაწყარიალებული სახალე. სიურპრიზი დაგახვიდრე. დიდი მადლობა დე, აი უღრმესი მადლობა ჩემო სიცოცხლე დედიკო. აი სარტე დიდი კაკა. დიდი მადლობა შვილი. კარგად დავალაგე, ხო? სანამ მე მოვიწესრიგებ თავს პირველი პარტია დაირაცხება, მერე ავალ მეორე შევყრი, სანამ იმას დავფენ და ეს დღევანდელი დღეც გავიდა უკვე სამწუხაროდ, ვერც დღეს ვერ დავიძინე და ანუ ძალიან ბრაზდები, იმიტომ რომ არ ვიცი, 7-ზე ამას არასდროს არ იღვიძებოდა და რა ხდება, ვერ გეტყვით ხალხო, ვერ დავიძინე 2 დღე მარიამის თავს გეფიცებით, დასვენების დღე ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ ნუ 10-მდეც არ ძინავს ხალხო, რატო იღვიძებ 7-ზე ვერ გავიგე. ეხლა ვფიქრობ, ყوار სხევა თქო. ანუ იქნებ ცოტა თბილად მყავს და ცოტა დღეს უნდა შევუთხეო, საფოს, ანუ ეგეც უნდა ვცადო რა. მაგრამ ჩემი ბეჭდები. ხო და აი არ ვიცი. დაიყო პირობ ხაი 7-ზე რო არა. მე რიგ მამამისი გაიღვიძებთ არა ხახებენ ეს ორივე ერთად და ანუ აი კატასტროფა. ეს ამბობ. და მე ვrჩები სრულ იმაში. კანი ნახეთ როგორ ამიჭრა და რო დავიბანე რავი რატო არ. და ბატონო, ტყვა სიცხეში. ხო, მეც დედიკო და. დახუჭე თვალები, აჰა დე. დახილე. ვაიმე შენ შემოგელა შენი დედიკო დე, მაგარი შვილი. მამა დავახვიდრე. კი ბატონო დედიკო. სიურპრიზი. კი ბატონო დედიკო, კი ბატონო. აი, არ ვიცი, ასე გამეტებით გუში რატო გავიმეტე თავი რა დედიკოს. ნახე. ძალიან დიდი მადლობა, კარგი შვილი ხარ, ძალიან დედა, რომ მეხმარებ. გუშინ კალორიულ დეფიციტზე ვიყავი მთელი დღე და ღამე არ ვიცი რამ წაუმიარა, შემწვარი კარტოფილი მინდოდა. ამ დროს ღუმბაში გაკეთებული მივირჩი, მაგრამ არა. ზეთში ჩატიტივებული რატო მომიდა არ ვიციო. მე ჩატიტივებული რა ზეთში მოკლედ. ხო, მამითხარ შენ ასხი. ხო დედიკო, აბა გისმენდე. აბა ეხლა მისმინე რას გეტყვი? გისმენდე. დახუჭე თვალები, იშველეთ რა. დახილე თვალები. ხო დე. მაგარი გოგო ხარ დე. ძალიან კარგი. ხო და ეგ ხომ მივირჩი, კი საყვარელო, ის არა ქვია. ერთი 7 სახეობის შოკოლადი ხოზე დავაყოლე რა, მათი დავარღვიებარებ და მოდით. გადაცდა მივთხე დეფიციტსაც და ყველაფერსაც და ბარებ გამოყარეთ რაც არ გვაქვს მივხარი. ხო და მოკლედ ღამე მოვეწყე სრული კატასტროფის დღე და დღეს გავიღვიძე როგორ იცით? აი ლუდი რო გაწყევს. აი ეგრე ხო გავიღვიძე დამძიმებულო უჟმურხასიათზე. დახუჭე თვალები, აჰა. დახილე. კარგი გოგო ხარ ძალიან და დიდი მადლობა ჩემოს. ნავთ მას. არა შვილორას ვიწავ. კიდე სამარხი. ეს რა არის? ხო, ჩემი სპრეი. ამის თავსახური კაც მარიცი საწავიღე გადამიგდია, მაგრამ ამას არ გამოსდი საქედან გამომდინარე, არა უშ. შევისხურა, შევისხურა. ვაიმე და თვალში შევისხურა. გადაშვილო არ შეგესხას. ასე. ესაც ასე ცოტა შევშრეთ. დამთავრდა ჩემი საქმე, აი. კი ბატონო დედიკო, კარგი გოგო ხარ. ცოტა შევშრეთ. მერე. დახუჭე თვალები, დახილე. ხოჭა, მერე დავიტან ამას. მე საწავე სადაც. ხო და ის. წავისამკო. ბატონო. აი, წინთმა. წვიმებიაო გამოცხადებულიო ეხლა და მიყვარხარ. ხვალიდან გონით რაღაც თურშაბათი. ეგ მინდა ეხლა კიდე კაც ერთი კვირა წვიმა. ტანტახი და ტლაპო. მე ხო დავალაგე, კარგად ეხლა. აი, აი გოგო. ვალა, მზად ვარ. დატენიანებასთან დაკავშირებით მზად ვარ.
ესე და არ მეცნობა მე რომ გავიხარდო. სადაა ჩემი საყურე? სად არის ჩემი საყურე? ახო და აი რატომ მიყვარს იცი სითბო? ყველაფერი ხო ღია, აბსოლუტურად და აი ეს სისუფთავის სისკრიალის ის ჰაერო შემოდის სისუფთავი. ისე მიყვარს. და ფეხბურთ ჩამბავთო. კიდედი სათანადო ადგილი გაქვს შერჩი. ას მოკლედ. ცოტა შევშრები, მე დავიმუშავე პირველის ზონას. ცოტა მე შევაშრობ და მე ჩავიცვამ სამოს. 2 დღე აღარ მჭირდება მე არანაირი დეოდორანტი, დეზოდორანტი ან მსგავსი რამ გოგოებო. ხო და და შემხადა? ბატონო. მე დედა კამერა არ გადმომიგდო მიშვი. ადრე დავიჭერ. რა დაიჭერ კაც? ესეთი ამბავი მოკლედ გოგოებო. მე დედა ფეხები მიშვერა. გონი დავიშჯექსონი ვარ და დავიშალე. ბატონო დედიკო. თეგრისია. წარბის ფიქსატორი გახლავს დედა. თავი ძალიან ტკივა. კამერა. და ჩემქორ სახში ვარ, ეს მესიშოს გამოყუჩებელი სახში არ არსებობს. იმიტომ რომ ეგ მამარაგებს ხოლმე და კაიხანია. რაღაც ესე გამეტებით აღარ მტკირი. ესეც კარად გავრბიბა. აუ ჩაცხრი ახლა ეს სიწითლე რა, შენი ნერვი აღარ ამიგო. კიდედი წავისვათ ჩვენი პინტი ოღონდ არა სველი მაქვს ტუჩი ანუ იმის მაქვს დამატენიანი არის კარგი შვილი ხარ და შეფერხუძონა მე ნახე სერპრიზი და გახვედრე კიდე ვადავა ხო და რა ვიჭერ ხოლმე ბოლოში აი იყო კაცო გაიხს სამზარეულო მაჩვენეო და მე გაჩვენებთ აუცილებლად ეს რა თქმა უნდა ჩემი მშობლების სამზარეულოზე საუბარი იმაზე საუბრობ რომ გავაკეთეთ რემონტი მაგის გაჩვენებთ და ვაიმე დედა ეს ნოტიოსით მომხდა აქვე ფასს რაც შეეხება და დიდი მადლობა და რომ მკითხეთ გოგოებო ჩემი მშობლების სამზარეულო დაჭდა 8000 მხოლოდ და მხოლოდ საუბარია მასალა და ამ ყველაფერს აწყობა ხოლო ნიჟარა გაზი ამას ვიმოთვლის ყოველ შემთხვევაში უკვე 12000 გაცდა ამიტომ ესე ძალიან დეტალებში ფასებს ვერ გეტყვით მაგრამ გეტყვით რომ თვითონ სამზარეულო დაჭდა 8000 ну იქ გაზი მაცივარი გქონდა და ნაშაგვიძენია ჩასაშენებელ გაზზე ვიყიდეთ ნიჟარა ონკანი ეს ყველაფერი 11000 კი 12000 აცდა რაღაც ღუმელი და ნუ ასე შემდეგ წესით კონტურს ვისვამ ხოლმე და მე ამას იმიტომ პიგმენტი არ მაქვს, მაგრამ ეხლა ძალიან მესარება, ამიტომ მოდი. გადაითვალ. როგორც მარია მე რა გითხარი დედა გადმომიგდებ ხო კაცო ტელეფონს როგორც წესი ხარ არასწორად ხო თქვი მისვია იმიტომ რომ სარკის გარეშე აი ამის წასმა ვისაც ტუჩი არ გვაქვს არის გოგოებო შეუძლებელი თუმცა არც ისე ცუდად არ მისვია მოდი ხელახლა გადავისვოთ, ოღონდ ერთი წუთით არ გადავისვო, იმიტომ რომ ვეფიქრე დედიკო კამერა არ გადმომიგდოთ ხო? დავიჭირე.
აი აქ რაღაცა არის. მოდი, შემაპატიე. რა, დედი, რატო გაპატიო, რა ჩაიდინი ამისთან? ეხლა თავიდან. ასე. ნუ ხა ეს აქ კარგად არ ჩანს გოგოებო, ბევრად ლამაზია. აქ ხო ვაფშე წი რაღაცა უსაშინლეს ფერად ჩანს კამერაში და ისე არ არის ეგეთი ფერი. რადგან ესე დიდად არსად არ გავდიო, არ მაინც და მაინც მუქად არ ვისვამ, თორე ცოტა წითელზე ვსვამ ხოლმე. კარგად კი დამიცლია, ბატონო. ამიტომ ახლა ღია ვარდისფერია. ღია ვარდისფერი? კიდე. ძალიან კარგი იქნა. ხო და ღია ვარდისფერი. მე მიყვარს და იასამნისფერი. არ ვემიყვარს. ჩემი შვილი მე მგავს იასამნისფერებზე ეკეტება. და ცისფერიც მიყვარს. ხო, დედი. დავრეკოთ მანანა ბებოსთან დედა თუ აღარ აქვთ გრიპი სახლში გადავიდეთ, იმიტომ რომ იმდენი ხანია ბავშვი არ უნახავს და მე მივაღავს ხოლმე. ვოლა, ჩავაგდოთ გიჟდები ამ ჩემი მაზე შენაძენზე, იმიტომ რომ აი დავისვენე, ყოველთვის თავისი ადგილი აქვს. ველაფერს. ხო, აქვე როგორ თამაშობ ბერბურთს? როგორც ჩანს ვერთობი კარგად. ერთი ორ ადამიანს ჩემი შვილის ხმამ შეაწუხა და გეტყვით რომ ჩემი შვილის ხმა ღმერთმა ქნას რომ ყოველთვის მესმოდეს პირადად მე და ვისაც არ უნდა ჩემი შვილის ხმის გაგონება ვიდეოებში უბრალოდ გირჩევთ რომ გამოწერა გააუქმო და აღარ მიყუროთ და ვისაც ისედაც არ ყავდით გამოწერილი და მაინც მიყუროთ და აღარ მიყუროთ. შეუძლებელია ეხლა ეთხოვნა ვინმე შეუსრულო რაო დედიკო. ხო დენელა არ წაიქცე. შეუძლებელია ანუ არავისთვის მსგავსი თხოვნის შესრულებას არ ვაპირებ, რომ ბავშვი გავაჩერო რაღაცა ვიდეოს თუ წერ თუ რაღაცა. ჩემი და მარიამის ვლოგებია გოგოებო ეს, ამიტომ ჩემთვის მეუღებელია დედას ურჩიო. შვილის ხმა არ ისმოდეს, იმიტომ რომ თქვენ შეწუხდით ბეტიში. მაგრამ დედა რა კარგად მაქვს კანი. სასწაულად მაქვს დღეს მე გაჩვენებთ კარგად იქითა შუქზე აქ ხა ესე კარგად არის ხო ჩაგიფთოთ განათმე და იმესა კამიცა აქეთ ცოტა მეტი მომივიდა მაგრამ არა უშავს დღეს იმიტომ არ მოიწესრიგე კანი ესე ოფიციალურად რომ რადგან თმაზე მქონდა დატანილი დალაგების კადრებში ჩანს კიდეც თმა რო აკუნილი მაქვს და რაღაც სველი რო ის მქონდა. აქეთ. იმიტომ რომ დამესარა. კი ბატონო. აქეთ. რომ მაინც უნდა შევსულიყავი, შხაპი მიმეღო, ამიტომ მარიკო ცოტა ხმა დაბლა შეგიძლია დე? კი, კაი. დიახ. ამიტომაც უკვე აზრი აღარ ქონდა, მე კიდევ უნდა დამემუშავებინა კანი და ხანდუნჯერ ნამდვილად ვეღარ წავისვამდი და არც არის რეკომენდირებული. იტარა გოგო. ვაი რუმიანას არ ვისვამ თუ ვისვამ ხო არის ჯერ არ ვისვამ. მარიკო შემომხედე თუ შეიძლება ხმა დაბლა დედა. გესმის ჩემი ხმა? არა დედიკო ისე ყვირი რომ აღარ მესმის ჩემი ხმა რას ვსაუბრობ თორე განა ის მომენტი მაქვს რომ ვაიმე და არის ხმაო რომ არა არ მესმის ხმა ჩემი საკუთარი არა უშავს ჩვენ ხმა დაბლა ვითამაშე კი ბატონო მაგას გეუბნები დედა აფა ესე კი ბატონო კარგია ხადი უი უნდა გაჩვენოთ ისა რა ჩაომიტანა ჩემა პიანისტმა მე რომ ქვეყანაში ვიდე და თვითონ მოვიწყდა მოკეთ გაჩვენებთ. კი
კი ეს კი უნდა მოვაჭრეს. ჩანთას რა უნდა მოყვდეს ამ სიგრძის მუტაცია ხო არ იცი. ეს გახლავთ ჩანთა, აი ეს პატარა სიყვარული კი. დედა, ეს იცი ვინ ჩაომიტანა, შენ რო ჟელიბონები გამოგიგზავნა, დედი? ხო გახსოვს? აი ეს, ნახეთ როგორ საყვარელი ჩანთა, თავისივე ჯიბეშია ჩასმული. და ხე გასცემ. მაგვანტა? პიანისტმა ხოდა. და ნუკასი. ბრატი პარკი. სტავკან გავიწიოთ, თორე ნამეტანი გადამსკდრები ვართ ეს. ხო. ნახეთ როგორ საყვარელია. აქვს როგორც გრძელი სახელური, ისე აქვს მოკლეც. ასევე მოყვება თავისი ჯიბე, რომელიც არის შიდა. ნახეთ, თავისი შიდა ჯიბე მოყვება. ხო და არის იმდენად კომფორტული, იმდენად კომფორტული, გადაიკიდე ირბინე. ანუ გააჩეხსად მიგიხარ, მაგრამ გადაიკიდე ირბინე. თავისი მოკლეც მოყვება, როგორც გითხარით. და ყველაზე მეტად მომეწონა რა იცით, რომ ხეს უნდა მოვაჭრა მე. არიყავებს ადგილს, იმიტომ რომ საფულეშიც კი რამე რო იყოს, გოგოებო, ჩვეულებრივად შეიძლიათ რომ ვაიმე საწავიდე ჯიბე. აბა მე თუ დავკეცავ ახლა ეგრე. მე მგონი არ ვიცი, დავკეცავ. ისიც შეხა ცოტა ისუნდა, მაგრამ ხელის მიჩვევა. და ძალიან მომეწონა, ასე რომ ჩემ ანანიკოს ძალიან დიდი მადლობა. აქედანაც დღეს მარიამი არის ჰიპერაქტიული, რატომ რაღაც ბავშვი ასეთიც უნდა. მარიამ მოდი ჩემთან. მე რა გითხარი? არ გითხარი კამერას არ დაარტყა ბურთით ხო? არა, ერთი წუთი შემოხედე დედას ხომ გთხოვედე? გთხოვე? კარგი, აქეთ ვითამაშე. კი ბატონო, დედიკო, თუ ვინა იქით ითამაშე, მაგრამ განგებ რო ეკანები და უთხრამ არ მომწონს მე ეგრე. ესეც ასე, ის უზარმაზარი ჩანთა, რომელიც გაჩვენეთ არის, აი ეს რეალურად. აი ეს. მეტროი პატარა და ამ დროს როგორ რა ვეშაპივით იყო, მაგრამ ნახეთ როგორი ცისქნა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ჩანთაში გამოყოთ ამის სადგი და ბატონო კიდე ხმაურა თუ არა? იხმაურე დედა, მაგრამ კამერას ნუ ეჯახებით ხო კაცო. ასე რომ საპატიო ადგილს იკავებს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ასეთი ჩვენ. ძალიან. მოდი გადავიფიქრე და დავიტანოთ. ხო 9 პარასკევა ვარ. მარიკო, თუ შეიძლება სავარცხელი აიღე დედა და თმა დაივარცხნე მოწესრიგდი, იმიტომ რომ მივდივართ მანანა ბებოსთან. დიდი ალბათობით აღარ ექნება მე ეს დავრეკავ, მაგრამ არაფერი აღარ ექნება უკვე იმდენი დღე გავიდა. მოდი დავიტანოთ, იმიტომ რომ აშკარად მომწონს ეს რომ ისვია და მომკალით. იმ კადრებიდან როგორც გამოვიყურებოდი დალაგების ვიდეოებში, აქამდე რომ მიხვალ. ბატონო? მოწესრიგდი? მოწესრიგდი დედიკოს გული. კარგად დაივარცხნე ჩემო სიცოცხლე. კი ბატონო. ასე, ეხლა ჩვენ გვინდა მაქსიმუმ. კაი დედიკო, ერთი წამი სიყვარულო. ისე. მომეცი დედიკო აქ დავდა მანდარა სიცოცხლე. ეს. მომეცი. ასე ჩემო გოგოებო, მოწესრიგებულ. რა ვქნა მიყვარს მაკიაჟი და მომკალით სული. დედა დაბუთი. თუ გინდა ითამაშე ჯერ და მიყვარს რა. ხარ მივდივართ, მაგრამ მიყვარს. ზედა არაფერი არ არის, მაგრამ თუ რამე არის, ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი ხომ მე რაღაცნაირად რო ცოტა ერთ ფერში ვიყო და არ ვიყო რაღაცა ჭრალოპეპელა. მოვიდა დრო, კანი უკვე შეშრა, წესით გოგოებო, როცა ღამე ვიღებ ხოლმე შხაპს, ახლა ანუ შუადღია და გასასვლელი ვარ და შემდეგ და უნდა წავისვა, თორე ზოგადად ვიყენებ ხოლმე როგორც იცით ღამე როცა ვანაობ იმ ღამეს. დედიკო ბაიშები არ მე პრინციპში როგორ გადააგდოს გისუსები. მეც მაგარი ვარ.
და ღამე ვიჩერებ იმ ნოტიო კანს, თავისით გაშრებ, ახლა რაც ნეწილოთ, ხო იცით ნოტიო რჩება რაღაცნაირად. მე რა ყველაფერი შრება, და რა მხოლოდ დავიწყო. გამოჭრილია, შრება, მე რստოს ვინავებ თუ მეჩქარება და არა და არ გაშრა და მე უკვე ვიწყებ ჩაცმას. ასე რომ მშრალ კანზეა, რა თქმა უნდა, ბევრად რეკომენდირებული, ვიდრე ახლა თუნდაც ახლა რო ნოტიო მაქვს, იმიტომ რომ რეალურად მე მალე გაზდის ხოლმე ის მოქმედების დრო, ვიდრე მშრალ კანზე რო დავიტან ხოლმე, ასე რომ რას ვიზამთ. ვერაფერსაც ვერ ვიზავთ. უნდა დავიტანოთ. ნუ ახალგაპარსულზე ისედაც რამის დატანება არ არის გოგოებო სწორი და კარგი, ანუ წვა მაქვს ახლა, იმიტომ რომ მაინც არ არის ეს რა, ამიტომ არ გირჩევთ, ვინც ამას იყენებთ ყოველ შემთხვევაში, ახლა მათ კი გეცოდინებათ, მაგრამ ვინც ახლა დაიწყეთ გამოყენება, ნამდვილად არ გირჩევთ, იმიტომ რომ აი ახლა მეწვის და სული მიკანკალებს. მოდი ცოტა მივირთვათ. კიტრიძე ხვირავი 2-3 პუნი მაქვს თუ რავი რაიმდენაირი ზოგი 212 კალორიანია, მაგრამ მაგდენი გრამი არ არის რა თქმა უნდა, რამდენს ზოგადად კალორიას გეუბნებით, 66 კალორიანი პურია, ჭადი მაქვს, ზეხვი მაქვს, რავი ყველაფერი ზედმიყრია, რაც ვიპოვე. ახლა შუინ ზანაში ვაწუხეთ. ვაი. ძალიან მინდა გამოვეხმაურო ლიკა მეგრელის პოსტს. რა თქმა უნდა, ეს პირადი ცხოვრება მისი, მაგრამ რადგან კი მართალია და სწორი შენიშვნა ყვების დროს არ ვსაუბრობთ. ჭადის მაქვს, რადგან თავად ასაჯაროვებს, ამიტომ ვაძლევ მხოლოდ ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას, რომ 1-2 სიტყვა ვთქვა. მამაკაცს ხშირად არ უნდა მივცეთ ბევრი შანსი. იმიტომ რომ მე უკვე თვლიან რომ ძალიან ღირებულები არიან, რომ ყველაფერი მოსულა, რომ ყველაფერი გაუვათ, რომ ნურას უკაცრავად. მე არ ვიცი პირად სივრცეში ესე არ ვიჭრები, უბრალოდ ვეხმაურები იმ პოსტს, რაც დაწერა თავად. გააგრძელე შენი ცხოვრება. დამიჯერე რა, ბევრად მაგრად იქნები. რაღაცები შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გაძლებენ ზოგადად და ვერ გავძლებთ ქალები მამაკაცების გარეშე. დამიჯერე რა, ბევრად მაგრად ვიცხოვრებთ, რომ მოვინდომოთ. ბევრად. ჩვენ ამის შნო და უნარი ქალებს გაგვაჩნია. მე მაინც მგონია, რომ ადამიანი, ვის გვერდითაც იყავი და რასაც ხედავდით ხოლმე, აუდიტორია, აი უთანხმოებებს და რაღაცებს, რასაც ასაჯაროვებდით, ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა გაიზარდოს ის ადამიანი, ალბათ პატარა ამ ყველაფრისათვის, ყველა კუთხით. ასე რომ წინ ბედნიერი ცხოვრებისაკენ გაგვიმარჯოს. მარტო არ ხარ. ყველა აქ ვარ ჩვენ გვერდით, გვერდში უკაცრავად. ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია შემეხმიანო, რაც არ ხდებოდეს. ვის რა თუნდა შეუმდგარი კაცი. არავის. დავაყოლოთ ჩვენი სიყვარული. დედა სრულეშინ წყვება და წავიდეთ. მაგაჩვენოთ ძალიან რა მიყვარს. აი ეს მიგა. ნუ აი ფიშტე. მირთვი დედიკო და წავიდეთ. ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. დაღმართი ყოველთვის ცხოვრებაში.
მაგრამ მე ისეთი აღმართები მოდის ხოლმე, რომ აი არ ვიცი. წონა რო აქვს ადამიანს მე მაგალითად, რომ მქონდა ახლა 20 კილო მაქვს დაკლებული და კიდე არ ამიშევს, ნუ 10 დამჭირდა საკლები ან ცოტა მეტი. და გოგონები, ვინც ასევე ჩემნერი პრობლემით არიან TikTok-ში გამოჭენებულები, თქვენი კომენტარები, რას გავხარ, შეასეთო, შეისეთო, იმედე და რა გაცვია და არაფერი შენ არ გიხდება და მიწაში როდებ და მიწასაც არ აყრდე ეზე ზემოდან, რომ რა ვიცი, 1000 ცხოველმა დაკურწმოს და დაგლიჯოს. და მე რო დაიკლებენ ადამიანები, ბარიატრიის დეფიციტი არ აქვს არნაირი და აი ნახერალამაზი ხარ და მილიარდი გული. იგივე ადამიანებს, ვისაც გძულდათ ადამიანი, იმიტომ რომ აი ზედმეტი წონა აქვს. ნუ თუ წონა განაპირობებს იმას, რომ ასე გძულდეთ და ჩემი წონაში კლება განაპირობებს იმას, რომ ბევრი გულები დამეწებოთ. ის რა სჭირდება თქვენი გულები ხალხო. ის საერთოდ არ მჭირდება არაფერში. არც იმ ადამიანებს არ ჭირდებათ. ვითომ კეთილის მსურველი მავნებლები რომ ხართ. ეგეთი ხალხის არავის არაფერი არ ჭირდება დამიჭერეთ. არც თქვენი ქებადიდება მჭირდება, უი დაგიკლია, თვითონ რომ ახლა დიდი ვარ, უი დაგიკლია, არ მჭირდება. იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს იგივე ადამიანები, როგორ მლანძღავდით და მეუბნებოდით, რომ შენ ეკრანზე როგორ გავიდი გამოჩინა რას გავხარ. აი ეს ვინ არის? იმიტომ რომ კილოგრამი უფრო მეტი მქონა ვიდრე ამ წამს თუნდაც თქვენ. 2025 წელს ჩვენ ისევ სხედვართ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება მსგავსი კომენტარები დადგინო ადამიანს გული. რაზე ვსაუბრობთ? მე არ ვიცი. მალადაც. ჰაი ხალხო. ახლა თუნდაც ჩვენი ქვეყნის ისა ვინ არის გოგო? პრეზიდენტი? დაგვარია გოგო. არა ის ისა იყო. ხო, რა ერთი და იგივეა. ისა, ხო და ჩაფრინდა თურმე სასომხეთში. უნდა ჩამოვართვას ხელები მას პრეზიდენტს რა. კარგია, ეხლა ყაվել გამიხარდა, რომ ჩამოვართვე და დაფიქსირდება და მსოფლიო ნახავდა. აბა ის იყო, კაი, ტრამპმა რო გაიარა, ვითომ ვერ დაგვინახა. ისე რომ და კარგად ასისებს იმ თვალებს. ხალხო, ერთი დღე მომეცით რა. მაჩუქეთ რა ერთი დღე და ბილეთი. აღაცა ხარჯოს რომ გავიშოპინგო. აბა ხა ყველა ხორნა წავიდე და სუპლიუ საქმეები ხორნა მატრიალო ხო? ჩავიდეთ იმ კაი ბაბიდაშვილთან, ტრამპთან და უთხრა. მოდი აკა, სტოპ. ახდება ძმაო. ვერ გავიგე. ხო და ჯერი არ მაგზავდია და ჩვენში და ჩემი ჯიპი რატო წავიდე ხო? მე ჯარი არა მაქვს ხო? ხო და მიხარია წავიდეს ახლა უყაველა ატაროს რომ იქა სასომხეთი ნახოს იქა რა უნდა აკეთოს გაფიცებთ მამიდაშვილებს ახლა რო იჟდეს ქვეყანაში აიღოს თავი და იყუროს რისთვის რა უნდა აკეთოს ხო? აქაც არ წყდებოდეს ახლა ქვეყნის ბედი და ის რა ქვია კაცი დატყუში ისა გამომაყარა არ ვიცი რატო აი დამახას ხორ გამოვლაძღავ ხო ჩვენში დარჩეს ამ ნერვოსმა სულკუი და გადამიყვარა ის არის ხო და მაჩუქეთ რა ერთი დღე რა ვაიმე ღმერთო მერტო ხო გესმის ხო და თუ გესმის ძალიან გევედრები ერთი დღე მაჩუქე პრეზიდენტობა ვაიმე ხალხო შევიკრიბო და ყველა მერტად ვიცეკოთ რა ჯაბრუყანის მეტი რა უნდა გავაკეთოთ ხო ესეც მაგ არის შიგნით ყარა ნალექიანი 22 ლარი ყიდა კილო 3 ლარის ვიყიდე მაგრამ გაძირებულა ხო ვაფშე აღარ ვიყიდი გუში წილიცილა მოვადუყე და გაციებულა ბაი ესეც მაგ მე ვაფშე ყველაფერი მაქვს